შრომის ბაზრის მართვის ახალი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გამართა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება განათავსოს ინფორმაცია თავისი მონაცემებისა და უნარების შესახებ და ვაკანსია მოიძიოს. სამუშაოს მაძიებელთა შესახებ ინფორმაციას რეგიონული სამსახურებიც მოაგროვებენ და მონაცემები საბოლოოდ ერთ პორტალზე მოიყრის თავს. მთავრობის გადაწყვეტილებით შექმნილი პორტალის მიზანი ინფრასტრუქტურის განვითარება, უმუშევრობის დონის შემცირება, შრომის ბაზრის ანალიზი და პროფესიული განათლების პოპულარიზაციაა. სამუშაოები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, ძალიან ბევრ ადამიანს ასახვევს, ეს არის წლის განმავლობაში 20,000 ადამიანზე მეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დასასაქმებელ ადამიანებში ჩვენ უფრო მეტად კვალიფიციური ადამიანები შევარჩიოთ და გამოვავლინოთ და ამის საშუალებას მოგცემს ეს პორტალი. სახელმწიფო თავისთავად კი არ უნდა შექმნას, კი არ უნდა დაასაქმოს, არამედ ხელი შეუწყოს ზოგადად დასაქმებას. ეს მოდელი მოიცავს სამ მთავარ კომპონენტს. ეს არის მოთხოვნის შესწავლა, მიწოდების შესწავლა და უზრუნველყოფა პროფესიული გადამზადების სახით იმისი, რომ მოთხოვნა და მიწოდება მაქსიმალურად დაუახლოვდეს ერთმანეთს. რაც შეეხება თვითონ მეთოდოლოგიას, ეს არ არის მხოლოდ ვებ დაფუძნებული ან ონლაინ პროექტი, რადგანაც გასაგებია, რომ რეგიონებში და რაიონებში ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა.